გამარჯობა ძვირფასო მეგობრებო. 2025 წელი უახლოვდება დასასრულს და მინდა ჩემს კეთილ სურვილებთან ერთად შეგახსენოთ, რომ ეხლა არის ძალიან მნიშვნელოვანი დრო, რომ ჩვენ შემდგომი წელიწადისათვის და ჩვენთვის ეს იანვრის დასაწყისი არის, აღმოსავლურ სამყაროში ჩინური კალენდარის მიხედვით თებერვლის დასაწყისია, რათა სათანადოდ მოვემზადოთ. და მინდა გაგიზიაროთ ჩემი ძველი ვიდეო, რომელსაც მე კომენტარში დავდებ და ამ ვიდეოსაც მივაბამ. ეს არის გრძელი ღამეების ტრადიციასთან დაკავშირებული. ეს არის ძველი ტრადიცია და ეს 12 ასე ვთქვათ 12 დღე და 13 ღამე დაკავშირებულია მთვარის და მზის კალენდარის სხვაობასთან, მაგრამ ეს ტრადიცია არის ძალიან უძველესი, აქ ჰაიდნურსაც კი ეძახიან და გულისხმობს, რომ აი ამ დროს ჩვენ სამყაროს და კოსმიურ სამყაროს შორის კავშირი ძალიან ინტენსიური არის და ამ ტრადიციას მიეკუთვნება სახლის გაწმენდა საკმევლით და სხვა მცენარეული საშუალებებით, შინაგანი გაწმენდის პროცესი, რომელიც ითვალისწინებს ჩაღრმავებას, ლოცვებს, მედიტაციებს და ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის, ჩვენი პირადი სურვილების ჩამოყალიბებას. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შინაგანად ვიხედებით ჩვენ სამყაროში და ჩვენთვის რაც პრიორიტეტულია, რაც მნიშვნელოვანია, ვაყალიბებთ ჩემი ვიდეოს მიხედვით 13 სურვილად, აქედან 12 სურვილის ყოველდღიურად სამყაროსადმი მადლიერების გრძნობით დაწვა ხდება 25-დან 6 იანვრის ჩათვლით და რაც დარჩება ის ერთი სურვილი არის ის, რომელიც თქვენგან განსაკუთრებულ გულისხმევას და ძალისხმევას საჭიროებს. მოკლედ ვიდეოზე რომ და ამ ტრადიციაზე რომ ბევრი არ გესაუბროთ, ამ ორივე ვიდეოს, რომელშიც დაწვრილებით აღვწერ მივაბამ, მაგრამ მოკლედ გეტყვით, რომ ეს ჩემი ოჯახის ტრადიცია გახდა, რომელიც ძალიან გვიყვარს ჩვენ, რადგან ძალიან საინტერესო რამე არის, რომ აი სურვილებიც კი, რომლებიც ჩვენ გამოვთქვით და ისინი რასაკვირველია, უნდა იყოს რეალისტური, მაგრამ აი იმ მომენტში არ გვეგონა თუ მოხდებოდა აი სწორედ იმ სრულების შესრულებამ ძალიან გაგვაოცა მადლობა სამყაროს და ამიტომაც წელს ისე მოხდა, რომ ჩემი შვილი საშობაო ვარდადეგებს სახლში ჩვენთან არ ატარებს, ვერ ატარებს. ის მანამდე იყო მეორე ადვენტის კვირის დროს იყო ჩვენთან და ძალიან ბევრი საქმე მქონდა და საღამოს 10 საათზე რომ დავჯექით მეორე დღეს უნდა წასულიყო უკან და ფურცლები რომ დაინახა, თქვა მან რომ დედა გინდა რომ შენ სურვილები ეხლა გავაკეთოთ, აი რასაც ჩვენ ვაკეთებდით 21-ში, ეს იქ ჩვენ უკვე ჩამოვწერეთ ფურცელზე, მანამდე უნდა გაიწონოს სწორად თავი, შეხვიდეთ აი პოზიტიურ განწყობილებაში და თქვენ გულისხმას მიუყურადოთ. როგორც გითხარით, უფრო დაწვრილებით ნახავთ აი ამ თუ როგორ კეთდება ეს მიბმულ ვიდეოში და ასევე კომენტარშიც დავდებ. შემდეგ კი მინდა რომ შეგახსენოთ, რომ მოდით ეს 2026 წელი და მანამდე დროც ჩვენი საკუთარი პასუხისგებლობის წილად ვაქციოთ ჩვენი თავის მიმართ. ის, რაც ჩვენ ხელგვეწიფება. აი ამ ბნელი, მე ვამბობ, ბუნებრივად ბნელი პერიოდის დროს და ჩემთან უფრო მეტი სიბნელია, ვიდრე თქვენთან, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს განწყობის გაუმჯობესებას და შენარჩუნებას ჩვენი ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობისათვის. დილა დაიწყეთ სუბუქი ან ძლიერი როგორც ხელგეწიფებათ მასაჟით, მშრალი მასაჟით, თუნდაც ეს იყოს ქისა, ან კიდევ ჯაგრისი, თავარი არის რომ სისხლის მიმოქცევა გაიუმჯობესოთ, ის თქვენ ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას
ძალიან მოხდება. ნახეთ და თვითონ მიხვდებით. აუცილებლად დილის გამომხნევებელი ვარჯიშით. აუცილებლად სახლის განიავებით და გაწმენდით. მე მაქვს საკმეველი და მე ხმარობ თუ ძალიან მეჩქარება ჭხირებს, მაგრამ მხოლოდ ბუნებრივ ჭხირებს. თუ ძაფრი სუნი აქვს, ისინი მე ძალიან მაღიზიანებენ, ვერც პარფიუმს ვერ ხმარობ, მხოლოდ ბუნებრივ და მსუბუქ ელემენტებს. და ამ დროს მე ვაღებ ფანჯრებს და ვლოცავ ჩემს სახლს, შემდეგი მსგავსი წინადადებებით, რომ დაე აქ ამ სახლში სუფევდეს სიხარული, სიყვარული, დოვლათი, სიკეთე, ჯანმრთელობა. რაც თქვენთვის მნიშვნელოვანია, რაც გაგახსენდებათ, აი ასე პოზიტიური განწყობით, აუცილებლად გაწონასწორებული, დალოცეთ თქვენი სახლი, დალოცეთ თქვენი დღე, საღამოთი კი აუცილებლად შეეცადეთ, რომ გაინთავისუფლოთ თავი დღისაგან. ეს ნიშნავს, რომ თუ მედიტაცია თქვენი არ შეგიძლიათ რაღაც მიზეზების გამო, ეს ნიშნავს, სანამ დასაძინებლად წახვალთ, რომ დააჯდეთ წყნარად და სუნთქვით და შინაგანი ჩაყურადებით მოეშვათ. იგრძნოთ თქვენი ფეხებიდან დაწყებული თავით დამთავრებული, აი წარმოდგენით ესტუმროთ აი ამ თქვენ სხეულს და ნაბიჯ-ნაბიჯ დაჭიმვით და მოშვებით შეეცადოთ იმ დაძაბულობების მოცილებას, რომელიც თქვენ დღის განმავლობაში აკრიფეთ, რომლებიც თქვენ სოციალურმა ქსელებმა აკიდათ. და რათა გქონდეთ კარგი ძილი. კარგი ძილი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენ ჯანმრთელობისათვის და ძილის ხარისხი მოქმედებს ჩვენს განწყობაზე, ჩვენს ენერგიაზე. ამასთანავე ვიდეო ვნახე, სადაც ძალიან სასიამოვნო ქალბატონი რაღაც ძალიან კარგ ლამაზ ტონზე რეკლამას უკეთებდა კოსმეტიკურ საშუალებას და თვითონ ამბობდა, რომ მას ღამე არ სინავს. ეს არ არის ჯანმრთელი. სახეზე რამდენიც არ უნდა წავისვათ, ჩვენი შინაგანი სილამაზე, ჩვენი შინაგანი ენერგია, განწყობა მოდის შიგნიდან. ამიტომაც ჩვენი პირველი ამოცანაა, რომ ძილის დარეგულირებაზე ვიზრუნოთ. და რაც მთავარია კიდევ, ეხლა ჩემს მთავარ სურვილსაც მოგახსენებთ. ჩვენი ენერგია არის ყველაზე სათუთი, რომელსაც უნდა გაუფრთხილდეთ. ეს ენერგია გვჭირდება ჩვენი მიზნების განსახორციელებლად, ჩვენი ჯანმრთელობისათვის. როცა ჩვენ ავად ხვდებით, ნიშნავს, რომ რაღაცას გადავაჭარბეთ, აი რაღაცა ზღვარს გადავცილდით, ძალიან გალობში ვიყავით. ალბათ გამოგიცდიათ, რომ როცა ძალიან აქეთ-იქით დავრბივართ, თითქოს ენერგია გვეძლევა და დაღლასაც ვერ გრძნობთ და უცებ რაღაც გაციება ან რაღაც გაგვაჩერებს. ეს იმიტომ, რომ ჩვენ დროზე ვერ მივხვდით, რომ პაუზა გაგვიკეთებინა. ეს პაუზები ძალიან გვჭირდება. ბევრ ადამიანს კი უჭირს აი ამ პაუზიდან ისევ იმ სამუშაო რიტმზე დაბრუნება, ამიტომ ერიდება ამ პაუზის გაკეთებას. საერთოდ საკუთარი თავის რეგულირება არის ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელიც ცხოვრებაში გვაქვს და თუ ამას მივახცევთ, თუ აქ წარმატება გვაქვს, აი ამ პროცესში წარმატება გვაქვს, ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი წარმატება. დაუბრუნდები ენერგიას. ჩვენი უპირველესი პასუხისმგებლობა ვიზრუნოთ ჩვენზე, ჩვენს ენერგიაზე. აი თუ თქვენ გარშემო სამყაროს გადახედავთ და ნახავთ თუ საიდან იღებთ თქვენ ენერგიას. მე ვიდეოც მაქვს ამაზე გაკეთებული და არის ჩემს ვიდეოებში, თუ დაგაინტერესოთ, ჩამეკითხეთ კომენტარში და მოგიძებნით თუ თქვენ გაგიჭირდეთ მოძებნა. ერიდეთ იმ ადამიანებსთან ურთიერთობას და მე ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით, იმიტომ ჩვენ სოციალური არსებები ვართ და ეს სიტყვა მე თვითონაც მეხამუშება ერიდეთ, მაგრამ სხვანაირად არ გამოვა. ერიდეთ იმ ადამიანებთან ურთიერთობას, რომლებიც ძალიან დაახლოებულები არიან მათთან, ვინც თქვენს მიმართ კეთილგანწყობილად არ არის
თქვენ დამე კეთილგანწყობას არ ამშხავნებს, რომელზეც დარწმუნებული ხართ, რომ შეიძლება თქვენზე ცუდად ლაპარაკობს, ან არ არის თქვენი კეთილმოსურნე. რადგან ლოიალურობა ჩვენ გვმართებს უპირველესად საკუთარი თავის მიმართ, შემდეგ ჩვენი საყვარელი ადამიანების მიმართ. და აი ესეთი ურთიერთობები, სადაც თქვენ გაქვთ ურთიერთობა ადამიანთან, რომელიც თქვენთან თქვენია, მასთან სხვისია, სხვასთან სხვისია, თქვენ როდისღაც აუცილებლად დიდად ენერგიას დაგაკარგვინებთ. აუცილებლად ძალიან დიდ გამოწვევას წინაშე დაგაყენებთ და არ მოგიხდებათ. დაზოგეთ თქვენი ენერგია, თქვენი შინაწრე ჯობია იყოს პატარა და რიგ შემთხვევებში ჯობია შედგებოდეს, არის სიტუაციები ცხოვრებაში, შედგებოდეს მხოლოდ თქვენი საკუთარი თავისაგან, ვიდრე იყოს იმ ადამიანებით დაკომპლექტებული, რომელიც თქვენ ენერგიას გართმევთ. და მე დიახ სწორედ ვახსენე, არის ცხოვრებაში გამოწვევები, როცა ჩვენ ვრჩებით ჩვენი საკუთარი თავის წინაშე. და ეს უნდა მივიღოთ როგორც გამოწვევა, როგორც გამოცდა, რომელიც ჩვენ უნდა ჩავაბაროთ. ეს ნიშნავს, რომ თქვენს მფარველ ძალას, შემოქმედ სამყაროს უნდა, რომ თქვენი ყველაზე დიდი და საუკეთესო მეგობარი თქვენ თავშივე იპოვოთ. უნდა შეეცადოთ, უნდა მიიღოთ მადლიერებით ეს გამოწვევა. მე გისურვებთ საკუთარი თავის გაძლიერებას პირველ რიგში, რადგან მხოლოდ შინაგანი მეს პოზიტიურს, აი საფუძველზე ყოფნით არის შესაძლებელი, რომ თქვენი ცხოვრების სახლი იყოს მყარი, გაუძლოს მიწისძვრებს, ქარიშხლებს და ასე შემდეგ, რადგან ისინი მიეკუთვნებიან ცხოვრებას. ჩვენ ვერ მოვერიდებით გამოწვევებს, მაგრამ ჩვენ უნდა შევძლოთ ჩვენი თავის შინაგანი მეს გაძლიერება. ამისათვის კი ქართულ სამყაროში ბევრი საშუალებები გაქვთ, მე თქვენ წინა ვიდეოში მგონი შემოგთავაზეთ და ასევე კიდევ გავაჟღერებ, დავდებ კომენტარში ფორმულარს, ბმულს ფორმულარისაკენ თუ ანკეტისაკენ, თუ გსურთ შეგიძლიათ თქვენი აქტიური მოქმედი ელფოსტის ნომერი მომაწოდოთ, რადგან ვაპირებ საკუთარი მეს გაძლიერებაზე საბაზოსო კურსის შემოთავაზებას და ყოველგვარი ვალდებულების გარეშე საინფორმაციო შეხვედრაზე რომ მოგიპატიჟოთ. და კიდევ განმეორდები, სულ ერთია სხვისი თუ საკუთარი თავის დახმარებით, აუცილებელია აი ამ რთულ დროს, რომ ჩვენ შინაგანით საკუთარი მე გავიძლიეროთ, ჩვენი გარშემო სამყარო, ჩვენი სახლი იყოს ჩვენთვის ის ოაზისი, სადაც ჩვენ თავს კარგად ვიგრძნობთ და მხოლოდ პოზიტიური შეტყობინებები გაუგზავნოთ იმ სამყაროს, რომელიც ესეთი ორიგინალურია, მაგრამ კომპლექსური და გამოწვევებით სავსე, რადგან ჩვენი ენერგია, აი რასაც ჩვენ ვაჟღერებთ, რასაც ჩვენში ვგრძნობთ, ქმნის ჩვენს რეალობას და გისურვებთ, რომ შექმნათ თქვენთვის სასურველი რეალობა, რომ იყოთ თქვენი საკუთარი ჯანმრთელობის, თქვენი საკუთარი განწყობის, თქვენი საკუთარი ცხოვრების შემოქმედი. გემშვიდობებით, ჯერჯერობით, საუკეთესო სურვილებით და დიდი მადლობა ყურადღებისათვის, დიდი მადლობა თქვენი დადებითი და სასიამოვნო კომენტარებისათვის, დიდი მადლობა მათ, ვინც ჩემს სამუშაოს, აი ამ ვიდეოებს, რომელსაც მე დიდი სიამოვნებით ვწერდი, ეხმიანებოდით, უსმენდით, აფასებდით. ძალიან ვაფასებ ამას და კიდევ გიხდით უღრმეს მადლობას. კარგად ბრძანდებოდეთ, ღმერთი იყოს თქვენი მფარველი.